გამარჯობა მეგობრებო, თუ გინდა მშვიდად დაიძინოთ, სტრესი არ გქონდეთ, ეს ვიდეო თქვენთვისა. დღეს ადამიანი, ყველა ადამიანს აქვს ნაკლები თუ მეტი სტრესი. დღეს ერთ-ერთი ბალაკი, რომელიც ყველაზე იაფია და კურკუმასთან ერთად ყველაზე ძველი ალტერნატიული მედიცინასი იყენებენ. სტრესისთვის, შიმშვიდისთვის, კარგი ძილისთვის, გადამუშავების სისტემის გაუმჯობებისთვის. დიახ მეგობრებო, ეს არის გვირილა. ეს პატარა ყვავილი მინდორების სავსეა ზაფხულში მაგას. თქვენ კიდვაც არ ჭირდება. თბილისიდან გარეთ რომ მიდიხარ, ყველა მხარეს ბუნებრივად ამოდის გვირილა. ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასწაულია. რასი სასწაულია? ეხლავე მოგისმინეთ და ბოლომდე უყურე ვიდეო და გააზიარეთ ყველა მეგობარში. გვირილაში შედის მეგობრებო ეპიჯენინი და ანტიოქსიდენტები, რომელიც აერთიანებს რეცეპტორებს, ჩვენი ტვინის რეცეპტორების და ამ შემთხვევაში შიმშვიდე არის. ადამიანი როცა თელი დღე დაიღალა საქმეში ან ნერვულობს რამეში, ძილის წინ დაგეხმარება გვირილის ჩაი, რო თქვენ თბილად და გემრიელად დაიძინო. მაგრამ ეს ჩაი მეგობრებო, როცა თქვენ ხარ რულზე, ანუ როცა მიდიხარ სადმე, სადერო არ დალიო, აუცილებლად აწკნარებს ესა და შეიძლება საჭესთანვე დაიძინო. აუცილებლად გამე ძილის წინ უნდა დალიო, რომ რელაქსაცია გქონდე. ჩვენ ჭირდება ეს რელაქსაცია გამე, რომ კარგად დაიძინო. მეორე დღე რომ საქმე კარგად გააკეთო. კორტისოლ როცა არის მაგალი, სტუდენტები როცა სწავლობ, ან გამოცდების დროს სულ ნერვულობენ, იმ დროს კორტისოლი მაგლა მიდის. თქვენ რო სხროლავს, უაზროდ ზოგი ადამიანი სხროლავს, პროსტა არ იცი რას ვაკეთებ, მაგრამ სხროლა კორტისოლია მაგალი. ქანიკით მიდიხარ, ხანმაცივარი გააგებს, არ იცი რისთვის გააგებ. იმ შემთხვევაში კორტისოლი მაგალია მეგობრებო. და კორტისოლი როცა მაგალია, დაემატება სტრესი. იმ შემთხვევაში აუცილებლად დაგეხმარება გვირილის ჩაი. როცა გააქვს ეგეთი სიმპტომი, თქვენ შეგიძლია ყავის მაგივრად ყოველთვის მოგინდება ეგეთი შემთხვევაში ან ტკბილეული ჭამა, იმიტომ ტკბილეული ჭამის მერე დოპამინი გაუხარდება ტვინი, მაგრამ twins მიეცი იმ დროს გვირილის ჩაი, უშაქრო ცადე. კორტისოლი ქვევით მოვა და თქვენი twini დაისვენა. არა მარტო twinისთვის მეგობრებო, IBS, irritable bowel syndrome არის ადამიანის მალე კუჭში გადის. პატარა ერთი ლუკმა საწმელი ჭამის მერე პირდაპირ შეიბერება და დღეში 4-ჯერ 5-ჯერ ტუალეტში მოიწევს წასულას. იმ შემთხვევაშიც მეგობრებო ნახე, თქვენ რო კიდულობთ წამლები. ყოველთვის წაიკითხე, იმ წამალშიც შედის გვირილის აქსტრატი. გვირილის აქსტრატი დაგეხმარება irritable bowel syndrome-ის სიმპტომებისთვისაც. ახალგაზრდებს როცა აქვს აკნე, სახეზე საქის კანი, აკნე, ახალგაზრდებს აქვს ეს პრობლემა. ან აგზიმა. იმ შემთხვევაშიც გვირილის ჩაი, როცა გაცივდება, მაგით სახის კანის დაბანვა შეიძლება, ნებისმიერი ადგილზე შეიძლება გამოიქენო. მაგრამ ეს თუ გინდა რომ გასწორდე, ჯერ შიგნიდან უნდა გააწმინდო თქვენი კვება. შაქრიანი და ნახშირისწყლებიანი პროდუქტი შემცირეთ, კარგი ცხიმი, პროტეინი, ახალგაზრდებს გეუბნები და გარედან გვირილა, კარგი და ხარისხიანი კანისთვის დაგეხმარება. გვირილის ძეთიც მეგობრებო არის სასარგებლო. ორთქლი რო გააკეთო, წყალი გააცხელე და 2-3 წვეთი გვირილის ძეთი იმ წყალში და ზევიდან დააფარე და იმ ორთქლს რო ისუნთქეთ თქვენ, სტრესიც დაგეხმარება და ეს ორთქლი თქვენი კანისთვისაც მაგარი სასარგებლოა. გვირილა ყველასთვის ცნობილია მეგობრებო, მაგისთვის არ ჭირდება როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა დაალიო. იყიდება პაჩკებში, მაგრამ თქვენ ცადე რომ ეს პაჩკები რო არის, ეს არ იყიდო,
იყიდე ყვავილები თვითონ ან ზაფხულში დაკრიფე, გამომშრალეთ და შეინახე მერე ბანკაში და ყოველდღე ესე შეიძლება დალევა. დაკენება, ჩაის დაკენება ყველა მიცის, ძევიდან დაასხი ცხელი წყალი, რამოდენიმე ყვავილი მაგისი დააფარე, პლუს ზაფხულში შეიძლება ცივი წყლით გაკეთებაც. ყინულები ჩაკარე, ცივი გემრიელი ჩაი შეგიძლია წაიგოთ სამსახურებშიც. ყოველთვის იკავი ძამთელი და ბედნიერი. თუ მოგეწონა ინფორმაცია, გააზიარეთ ყველა მეგობრებში, კარგად და ძამთელად.